შეიძლება დაუშვათ ტკიპამ გვიკბინოს დღეს და სიმპტომები გამოჩნდეს თვეების ან წლის შემდეგ? კი ბატონო. რა თქმა უნდა, ტკიპით გადამდებით დაავადების უმრავლესობას მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, როგორც ტკიპის მიერ ენცეფალიტი, იგივე თქვა რიკეციული დაავადებები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, მაგრამ რაზეც ბოლოს ვისაუბრეთ, ლაიმის დაავადებას ბორელიოზის შემთხვევაში მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ანუ შეიძლება და ზოგადად ამ დაავადებას აქვს სამი სტადია, ადრეული სტადია, პირველი, მეორე, ასე ვთქვათ, სტადია, შემდეგ როდესაც კლინიკური სულათი ვლინდება, სხვა არასპეციფიური სიმპტომებით გამონაყრით ცხელები და ასე შემდეგ და გვიანი სტადია, როდესაც ეს ორგანოთა სისტემების დაზიანება ხდება, ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსის ძარღვთა სისტემის, ძვალსახსროვანი სისტემის. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში პირველი და მეორე სტადია, ასე ვთქვათ, არ გქონდეს, ან იმდენად მსუბუქად გქონდეს, რომ ადამიანმა არ მიაქციოს ყურადღება და პირდაპირ წლების შემდეგ გამოვლინდეს, ასე ვთქვათ, გვიანი ბორელიოზის მესამე სტადიის სახით, როდესაც უკვე გვაქვს ორგანოების და ორგანოთა სისტემების დაზიანება. აი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური, ასე ვთქვათ, ანამნეზი და ზოგადადაც ვიტყვი, რომ ანამნეზი ინფექციურ დაავადებასთან მიმართებაში არის 70%. ანუ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი ხშირ შემთხვევაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე შეიძლება ლაბორატორიული მონაცემები. და აი მსგავს, ასე ვთქვათ, ტრანსმისიულ, ანუ წერით ნაკმენით გადამდებელ დაავადებებში ამას აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ თუ ეპიდანამნეზი გვაქვს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები არ გამოვლინდა, მაინც შეიძლება გარკვეულად, ასე ვთქვათ, პაციენტი იყოს მეთვალყურეობის ქვეშ და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მივცეთ რეკომენდაცია, რომ ესა თუ ის კვლევები ჩაატაროს, რომ მოხდეს მდგომარეობის სწორი შეფასება. ხო, ამიტომაც პრევენციაზეც იყო აქ საუბარი და ერთ-ერთი პრევენცია რა ადრეულ დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თუ გვაქვს ეპიდანამნეზი, შემდეგ ჩვენ გარკვეულ კვლევებს, როდესაც არის პაციენტი, ვეუბნებით, რომ აი ერთი თვის შემდეგ გადაიმოწმე ანტისხეულების ტესტი, რომ ნახოთ ანტისხეულები ხო არ წამოვიდა. თუმცა ესეც საკმაოდ, ასე ვთქვათ, ისეთია სენსიტიური თემაა და მე არავის არ ურჩევ, რომ ტკიპის ყველა ტკიპის ნაკმენის შემდეგ ერთ თვეში ბორელიოზზე ან სხვა დაავადებაზე გარკვეული ტესტები ჩაატაროს. ეს ყველაფერიც ექიმის ინტერპრეტაციის შემდეგ უნდა მივიდეთ ამ დასკვნამდე რა, იმიტომ რომ ეს პრობლემაც გვაქვს, რომ ხანდახან არის, რომ ყველა მწერის ნაკმენის შემდეგ ფიქრობენ, რომ ლაიმის დაავადება ხო არ არის და ან პრევენციული მკურნალობა მიდის ანტიბიოტიკებით, ან გარკვეულ ლაბორატორიულ კვლევებს იტარებენ. ესეც ბოლომდე გამართლებული არ არის. ჩემი აზრით, აი ეს საყურადღებო ეპიდემიოლოგიური ანამნეზი და კლინიკა უნდა შეაფასოს სპეციალისტმა და მან გადაწყვიტოს მერე ვთქვათ გარკვეული ღონისძიებების